სტუმარს ვთხოვოთ სტუდიაში ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ზაზა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, უპასუხებთ ჩვენს შეკითხვებს. გამოხმაურება ხომ არ გსურთ ბოლო ამბავზე, დიდი სკანდალი არის ახლა თეთრი სახლის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის თავს სიგნალთან დაკავშირებით. ხო, ძალიან სამწუხარო ინციდენტია რა თქმა უნდა და გამახსენა ერთი მსგავსი ინციდენტი, რომელიც ჩვენთან მოხდა დაახლოებით 12 წლის წინ. მაშინ ეგეთი პიროვნება არსებობდა მინდია ჯანელიძე, რომელმაც საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე, რომელიც საქართველოში თავდაცვის მიზნით შეიქმნა, შეუშვა რუსეთის დეკლარირებული აგენტი ტრისტან წითელაშვილი და როდესაც ამის თაობაზე ჟურნალისტებმა საზოგადოებას ამცნეს, მაშინ ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრმა ასეთი რამ თქვა, რომ ის კი არ უთქვამს, რომ არ შეგვიშვიაო. იმ ობიექტებზე საიდუმლო არაფერი არ იყო. ნუ ხა ჰექსეტი მე არ ვიცი რამდენ ხანს გაძლებს ამ თანამდებობაზე, მაგრამ ყურადღებას იქცევს ჯერჯერობით იმით, რომ აი ასეთი ძალიან სერიოზული დარღვევის შემდეგ, ნუ დარღვევა რბილად რომ თქვათ, თავს დაესხა ჟურნალისტს, მერე გუშინ იყო რეპორტი, როდესაც ტრამპს მადლობებს უხდის, ძალიან არაამერიკულია, ხო, როდესაც ჩვენ ამერიკას, რა ვიცი, სულ უყურებდით როგორც თავისუფალი მოქალაქეობის, არ მხოლოდ რაღაც კონკრეტული ღირებულებების სიმბოლოს, არამედ მოქალაქეობის სიმბოლოს, ხო, ეს არის ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანი მოქალაქე თანასწორია და ამ დროს შენ ხედავ ადამიანს მინისტრს თუ რაც ქვია იქ ხო თავდაცვის მინისტრი თუ თავდაცვის დივანი რომელიც პრეზიდენტს აი ცოტა ივანიშვილივით მადლობებს უხდის ყოველ მეორე სიტყვაში უხერხული საყურებელია ერთი მაგრამ ამას გვერდზე გადავდებდით რაღაც ისეთ შედეგი რო იყოს რაც ამერიკის ან თავისუფალი სამყაროს ინტერესებში შევიდოდა ხო შედეგებზე შედეგიც არ არის უკრაინასთან მიმართებაში საიმედო რასაჩვენებს პროცესი რომელიც გრძელდება რაღაც ჯერჯერობით თითქოს პინგ-პონგის ეტაპია, ოღონდ არამთვლად სამართლიანი პინგ-პონგისაც. რასაც ამ დრომდე არსებული ვითარება სწორედ ამ შედეგებზე სასაუბროთ. ხო, პინგ-პონგი არის ნამდვილად. ამ შემთხვევაში უკრაინელების ამოცანაა, რომ არავის სალაპარაკო არ მისცენ, თითქოს მათ ან ჩაშალეს მოლაპარაკება, ან რაიმე ისეთი თქვეს, რაც საბაბად შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის ან ამერიკის მიერ სამწუხაროა ხო, რომ აი ამ წინადადებაში ამ ორ ქვეყანას ამ ფორმით ვიყენებთ, მაგრამ საბაბად შეიძლება გამოიყენოს რომელიმე მხარემ იმისთვის რომ უკრაინას დააბრალოს ეს შესაბამისად ზელენსკიმ სწორად უნდა ჩაიცვას, კარგად უნდა გამოიძინოს, კარგად იკვებოს, სწორად სიტყვა პასუხი შეარჩიოს და რასთავარია ყველა აი ასეთ რაუნდს მიყვეს ბოლომდე ის საბედნიეროდ ამას აკეთებს, მის გვერდში დგას თელი დანარჩენი თავისუფალი სამყარო, ჩვენ სხვადასხვა ისიც აღნიშნოთ, რაც გუშინ წინ კირ სტარმერმა ამცნო მსოფლიოს, რომ ოვალურ ოფისში შეხვედრის შემდეგ ამერიკიდან დიდ ბრიტანეთზე იყო სერიოზული ზეწოლა, რომ დაეგმოთ ზელენსკი. საბედნიეროდ მან საპირისპირო გააკეთა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და შესაბამისად მოიწვია კიდევაც საგანგებო სამიტი ლონდონში. ეხლა რაც შეეხება მოლაპარაკების რაუნდებს ხშირად გვიყვარს ხოლმე ჩვენ ისტორიაზე და მეხსიერებაზე საუბარი მე პირადად და სინამდვილეში ისტორია ყველა პასუხს შეიცავს. ანუ აქ არაფერი ახალი არ არის. აბსოლუტურად არაფერი ახალი არ არის, ხო? ეს არის ისეთივე სიტუაცია, რომლის მსგავსით ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს სხვა ვითარებაში. ან მიამიტობა, ან არაკეთილსინდისიერებაა საუბარი იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ეს კონფლიქტი, ეს ომი შეიძლება დასრულდეს. რატომ? იმიტომ რომ ორივე მხარე ამბობს, უკრაინაც ამბობს, რა არის ამაზე მარტივი, ხო? თუ პუტინს სურს ომის დასრულება, მან უბრალოდ ჯარი უნდა გაიყვანოს უკრაინიდან და ეს ომი დასრულდება დღესვე. პუტინი თავის მხრივ ამბობს, რომ ამ ომს უბრალოდ კი არ დავასრულებ, აი აღმოიფხრას ის მიზეზები, რომლებიც ომი გამოიწვია. ანუ ის მიზეზებიო, რომლის გამოც მე აგრესიული ომი დავიწყე, ხო? მე რეალურად ეს მიზეზები არის ნატოს გაფართოება და მარტო უკრაინაში არა, შევახსენო ტელემაყურებელს, რომ ის საუბრობს ნატოს გაფართოებაზე გერმანიის აღმოსავლეთით. ნუ რეალურად პუტინის მოთხოვნა არის, რომ ნატოს ჯარები, ამერიკის ჯარები ამ შემთხვევაში კონკრეტულად გავიდეს ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან. და სხვა მსგავსი მოთხოვნები რაც ნატოსთან არ მოხსნა ამერიკამ უკვე ეს საკითხი უკრაინა ნატოს კონტექსტში დღის წესრიგიდან. ესეც ძალიან სამწუხაროა, ანუ ძალიან არასერიოზულია. უკრაინა ნატოს წევრი, ასეთი არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეგ პოზიცია რომ გქონდეთ, ამას წინასწარ უაჟღერებ, ნიშნავს რომ მოლაპარაკებაზე უკვე შედიხარ ერთი კარტი ხო უყვარს, ანუ ტრამპი ლაპარაკობდა ამაზე, ამიტომ ვახსენოთ ეს სიტყვა, მოლაპარაკებაზე შედიხარ ისე რომ ერთი კარტით ნაკლები გაქვს, იმიტომ რომ წინასწარ უთხარი რომ აი ამაზე საერთოდ არც ვაპირებ საუბარს. უცნაური არ ბილად რომ თქვათ, მაგრამ მე ოპტიმი
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რა თვალსაზრისით. რუსეთთან შეუძლებელია მოლაპარაკების წარმატებით დასრულება. რუსეთი არის სახელმწიფო, რუსეთის მართველი ელიტა არის ელიტა, რომელიც ვერ აზროვნებს კომპრომისული ფორმულებით. შეუძლებელია აი მართლა ყველაფერში რომ დაეთანხმოს უკრაინა, რუსეთი ახალ მოთხოვნას დააყენებს. ესეთი ქვეყანაა ეს, ესეთი დღევანდელი ამბავი რომ არ გაასაჯაროვეს შეხვედრის შემდეგ, მოკლედ რაფტიან ძირითადი გზავნილები რუსეთის მხრიდან არ გასაჯაროვდა, რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? თუ შედეგოდ დასრულდა, განცხადებებში აცდენებს მოერიდნენ, თუ ვეკიდებით ახლა ხავს და ვეძებთ რამეს რომ ხო, ამაში ანუ სპეკულაცია ნამდვილად არ გვინდა, ვინაიდან გამოჩნდება ფაქტებით და ქმედებებით გამოჩნდება, თუმცა მოდით ვილაპარაკოთ ერთ რაღაცაზე. ეხლა აი ამ დღეებში და აი ამ პერიოდში ფონად ჩვენ გვთავაზობენ რუსულ პროპაგანდისტულ კლიშეს. დაახლოებით აბოუმიგინდას მსგავსი კლიშეა, რომ ვისაც დღეს მაინდა-მაინც ესეთი პესიმისტური პროგნოზი აქვს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თითქოს მათ არ უნდათ რომ ეს ომი დასრულდეს, ხო? და რომ ალტერნატივა თურმე არის დაუსრულებელი ომი. მოდი ასე ვთქვათ, რას ნიშნავს დაუსრულებელი ომი? ამერიკას აქვს და დასავლეთს, ნატოს, ევროპას, აი კოლექტიურად დასავლეთს აქვს იმისი ყველანაირი საშუალება, სამხედრო საშუალება, დემოგრაფიული, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანსური, რომ ეს ომი დაასრულოს ძალიან მალე და დაასრულოს ისე, როგორც დასავლეთს უნდა. ანუ უკრაინიდან რუსეთის განდევნით. აი წარმოიდგინეთ, როდესაც და სხვადასხვა ახლა იხსენებდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ამ შემთხვევაში სხვა პოზიციაზეა ტრამპთან დაკავშირებით, მაგრამ იხსენებდა, აი რა გააკეთა თავის დროზე ამერიკამ, ხო, რომ აიო, საბჭოთა კავშირთან ხო არ ვიომებდითო და რა გვექნაო, მაგრამ არასწორი ანალოგია იყო იქ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკას რო ეთქვა, რომ რა ვქნათ ახლა ჩვენ ამ გერმანიასთან, კაცო, ხო არ ვიომებთ, სულ და არ გადაესხა ნორმანდიაში დესანტი. ოკეანე ყობს და არ გაინტერესებს. ოკეანე ყობს და არ გადაესხა ნორმანდიაში დესანტი. ხო, იქნებოდა საკონცენტრაციო ბანაკები, იქნებოდა ჰოლოკოსტი გაგრძელდებოდა, ჩვეულებრივად დაასრულებდა აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანია ომს და ასე შემდეგ, ხო? არ დასრულდებოდა ის ომი ისე, როგორც დასრულდა. და შესაბამისად იქნებოდა სულ სხვა რეალობა. მე მესმის, რომ საბჭოთა კავშირმა მოიგო ნახევარი ევროპა, მაგრამ ალბათ მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო იქნებოდა ნაციზმის მსხვერპლი ამერიკას, რომ ის დესანტი არ გადაესხა. შესაბამისად, დღეს აი ეს პოზიცია არაშენარჩუნებადია, ვინაიდან შეუძლებელი, ანუ ჩვენ აი ხო ვიცით რა ფიგურები გვაქვს დაფაზე. ახალ ფიგურას ხო ვერ მოვიტანთ ამ დაფაზე. ახალ გარემოებას ხო ვერ მოვიგონებთ, არა? კი ბატონო, დადემენ ხელშეკრულებას ამ მინერალებზე. კი ბატონო, ცეცხლი შეწყდება ერთი თვით, მაგრამ ის მიზეზები, რომლის გამოც ომი დაიწყო და ეს მიზეზები მხოლოდ რუსეთშია საძებნელი. მხოლოდ რუსეთში. ის მიზეზები არ შეიცვლება და ვერ შეიცვლება, სანამ რუსეთი არათუ არ დამარცხდება, არამედ არ იქცევა აი იმპერიული ნარჩენიდან ეროვნულ სახელმწიფოს. რუსეთის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელად გრიგორი კარასენის წარდგენა რას ამბობს თქვენთვის? ეს ტექნიკური ჯგუფებია, როგორც ამბობენ, თუმცა საინტერესოა კარასენი, მით უმეტეს საქართველოს რუსეთის მხრიდან ყველა მომლაპარაკებელი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან მცოდნე, ანუ 10 წლეულების გამოცდილება აქვს და ტრენინგი შესაბამის სფეროში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ამერიკიდან პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევაში ნულოვანი გამოცდილება არა თუ დიდი და რაღაც განსაკუთრებული ცოდნა არა აქვს რუსეთთან დაკავშირებით, არამედ ნულოვანი გამოცდილება აქვს და არანაირი ეგრეთ წოდებული Russia specific არც ცივი ომი იციან, არც რუსეთი რას წარმოადგენს არ იციან, არც რუსეთის ფსიქოტიპი რა არის და რუსეთის მართველი ელიტა რას წარმოადგენს ეს არ იციან. ამ ხრივ ძალიან დიდი დისბალანსია და ამას სამწუხაროდ ჩვენი მტერი, ევროპის მტერი და ამერიკის მტერი პუტინი ძალიან კარგად იყენებს. ნიშანდობლივი არის ეს ეპიზოდი, რომელს შესახებად ჩვენ 2-3 დღის წინ გავიგეთ, როდესაც მათი მხრიდან მომლაპარაკებელი ყვება, რომ თურმე პუტინი მივიდა თავისი სოფლის ეკლესიაში დაუძახა მღვდელს და ილოცა ტრამპისთვის და იმიტომ კი არ ილოცა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ხდებოდაო, იმიტომ რომ ჩემი მეგობარიაო და ამას უყვებიან ტრამპს და მე ყვებიან ღია ეთერში, თურმე ტრამპი ამან ძალიან შეძრა. და ასევე ყვებიან, რომ პუტინმა დაახატინა ნახატი, პორტრეტი ტრამპის და გაატანა. აი, მოდი ახლა სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს. სამწუხაროა თუ ამას ვინმე სერიოზულად აღიქვამს, ძალიან სამწუხაროა თუ ამას ვინმე მე რო გამიკეთე, რა ვიცი, ნებისმიერ ჩვენგანს ასეთი რაღაც რო გავუკეთონ, ალბათ აღვიქვამთ როგორც დაცინოად, ხო, რაღაც აი დემონსტრაციული დაცინოა ეს. ეს არათუ დიპლომატიური ჟესტი არ არის, დემონსტრაციულად დასცინეს პუტინი ტრამპს, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ ხედავთ, რომ არ ვიცი, რაღაც სეგმენტს ალბათ ამას უყვებიან და ეუბნებიან, აი ნახეთ რა კარგი კაცია, ეგეც თქვა სხვადასხვა ეთერში. თუ მოითხოვს ისეთ რამეს, რომ დაანახებს ხო, მე მგონი მე ყოველთ ამ არჩევანს არ დაუტოვებს, ვიტკოვს და სხვა. ამ თვალსაზრისით მე ყოველთვის მაქვს რუსეთის
ახლა ახალი ივერია მოგიტანეთ ეთერში და დიდი ხნის წინ სტატია დავწერე ივანიშვილი რომ ახალი მოსული იყო და როდესაც ის ცდილობდა ზუსტად კარასინთან დალაგებას ურთიერთობების, მაშინ თქვი რომ მე რუსეთის იმედი ყოველთვის მაქვს, იმიტომ რომ რუსეთთან შეუძლებელია მშვიდობა. შეუძლებელია, რომ რუსეთთან არ უნდა კონდეს ღირსება და შენი ეროვნული ინტერესები გაატარო, ან რუსეთს უნდა დაემონო და რუსეთი არასდროს არ იღებს აი კომპრომისულ ვარიანტს, რომ შენს კარგად იყო ეგრეთ წოდებული win-win გადაწყვეტა, რასაც ქვია, ხო, ნებისმიერი საკითხს. არა, მას ყოველთვის უნდა რომ თვითონ იყოს ერთადერთი გამარჯვებული და მეორე მხარეს ყველა იყოს დამარცხებული. ხა საქართველოსთან მას ეს ცხადია გამოუვიდა და საქართველოს დღეს რუსეთი თითქმის 100% დაკონტროლებს სამწუხაროდ და ყოველდღიურად ხედავთ. გამოჩენა გაახარებდა თუ ამ მოლაპარაკებაზე, ამაზეც იყო საუბარი რამდენიც ეროვნულ. ხო, ალბათ, ხო, ჩვენ ყოველდღიურად ვნახულობთ ისეთ რეპორტებს, როგორიც არის, რომ აი სერბეთში მაგალითად ოპოზიციის დემონსტრაციების და პროტესტის ჩახშობას ხელმძღვანელობენ რუსული სპეცსამსახურები. ითქვა ამასთან დაკავშირებით და ხა ვინ დაგვაჯერებს ჩვენ და ამაზე ვსაუბრობთ, რომ რეალურად რუსული სპეცსამსახურები აქ არიან ადგილზე და ადგილიდან ხელმძღვანელობენ აი ამ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესს, რასაც ივანიშვილი უდგას სათავეში. დიდი მადლობა ბატონ ზაზა სტუმრობისთვის, ახალი ვერისთვის, ზაზა ბიბულაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის კვლევარი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მასვე მშვიდობებით, ამით ფორმულას დასრულებულია.